ლისაბონში ასობით ადამიანმა საპროტესტო მსვლელობა გამართა ღაზის სექტორსა და დასავლეთ სანაპიროზე მცხოვრები პალესტინელების მხარდასაჭერად. დემონსტრანტები პორტუგალიის პარლამენტისკენ დაიძრნენ და ხელისუფლებას პალესტინის სახელმწიფოს აღიარებისკენ მოუწოდეს. ლისაბონში დემონსტრანტები სკანდირებდნენ მშვიდობას, ცეცხლის შეწყვეტას ღაზაში და გმობდნენ ისრაელის მიმდინარე სამხედრო კამპანიას ახლო აღმოსავლეთში. პორტუგალიის დედაქალაქში გამართულ აქციაზე მოქალაქეებმა ჰუმანიტარულ კრიზისზე გაამახვილეს ყურადღება. როცა ვხედავთ, როგორ ხოცავენ ბავშვებს, ყველა ჩვენგანი ვფიქრობთ, რომ ეს არის საშინელება და ამას ვხედავთ რეალურ დროში. ერთადერთი ძალა, რაც გვაქვს, არის ის, რომ ვიყოთ ქუჩაში და მოვთხოვოთ ჩვენს მთავრობას რაღაც გააკეთოს. ვფიქრობ, პორტუგალიის მთავრობას მორალური ვალდებულება აქვს აღიაროს პალესტინა და აღარ განაგრძოს ეს პასიური პოზიცია, რაც გენოციდისადმი თანამონაწილეობას ნიშნავს. ეს განსხვავდება ისეთი ქვეყნებისგან, როგორიცაა მეზობელი ესპანეთი, სადაც მთავრობა ბევრად უფრო მამაცად იქცევა. პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ღაზაში ისრაელის ინტერვენციას 55,300-ზე მეტი ადამიანი სიცოცხლე ემსხვერპლა, რომელთა შორის ქალები და ბავშვები არიან. ისრაელმა საომარი მოქმედება ღაზაში 2023 წლის 7 ოქტომბრის შემდეგ დაიწყო, როცა სამხრეთ ისრაელზე ჰამასის თავდასხმას 1200 ადამიანი სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო 251 მძევლად იქნა აყვანილი. ამ დროისთვის ჰამასის ტყვეობაში 53 მძევალია, რომელთაგან სავარაუდოდ უმეტესობა ცოცხალი აღარ არის.